მოგესალმებით, ეს არის არქი ჯორჯია ბუბუ და დღეს ჩვენ გადავიღებთ Counter Strike 1 და 6. Counter Strike 1 და 6. და დავიწყოთ თამაში. ასე იგი კალაშა დაცვა და წავიდეთ. ხო, ეს სკინები მიყრია. Gazi arიან ვითო? არიან, აიმე. მე ჩაკაუნტერს ხარ ჩაუწევ ცოტა. ჩემი ვიდეოზე დამოვატანკელა ეს ვიდეოებიც ასე კაუნტერების და ალბათ მალე სტრიმების იქნება. გთხოვთ და ლაიქოთ და გამოიწეროთ არხი. დაიწყება ახლა ახალი ხელი და დავიწყებთ თამაშს. ახლა დავიწყოთ არაფრის ფული არ არის. დიაგნოზი და წავიდეთ. მინისტრის სამართლია რეგისტრირებული კომპანია, რომელსაც სახელმწიფოსათვის დაახლოებით $1,000,000 მართება. თამაში არ გვაქვს და მოდი მეტებში გადავიდეთ და დავიწყოთ თამაში. ვიყიდოთ მომბი M4 და წავედით. საქართველოში მაღალი დონის კორუფცია კვლავ გამოწვევად რჩება, როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ 2004 წლიდან მიმართულების რეფორმების განხორციელება ეს საკითხი ისევ აქტუალური არის. სამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს ის ინსტიტუტები გააძლიეროს, რომელიც კორუფციის შემცირებას ხელს შეუწყობს. ისინი პროკურატურის, სასამართლოსა და მედიცინის საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ეტარებს დღეს კორუფციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ პრეს-კონფერენციაზე. Televiziunii გამოწვევები ერთად უკავშირდება იგივე მაგარი დონის კორუფციის შეგრძნილ შემთხვევებს. ჩვენი რეკომენდაციაც არის, რომ ხელისუფლებამ მიზნოს ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში კორუფციის შემთხვევების შემცირებას და ასეთ შემთხვევებთან სათანადო განპოვებას. ეს არის საკმაოდ შემთხვევა დამოუკიდებელი პროკურატურა, დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი მედია და ასევე დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყება. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი საფრანგეთში გრძელდება. გიორგი მარგველაშვილი აღმოსავლეთის კულტურათა ეროვნულ უნივერსიტეტს ეწვია ქართული ენის კათედრის პროფესორებსა და სტუდენტებს შორის. საქართველოს პრეზიდენტმა საბიბლიოთეკო ცენტრს საჩუქრად საქართველოდან წიგნები ჩაუტანა. გიორგი მარგველაშვილი ქართული ენის პროფესორებს ქართული ენის კათედრის პრობლემებზე ისაუბრა და დახმარების სურვილი გამოთქვა. შეგვიძლია კიდევ ერთხელ ამოხსენებულება ქართული ენის ეროვნების უნიკალურობაზე, რომელიც სულ რამდენიმე დღეში იუნესკომ-ს აღიარა. Khani prezidenti, საქართველოს პრეზიდენტი და ჩვენთვის სამშობლო განყოფილებისთვის ძალიან დიდი პარტიი იყო. ყველას აქვს თავისი მიზეზი, მიზანი და ამიტომ ძალიან კარგი სტუდენტები ყავს. ზოგი სწავლობს მაგალითად პოლიტიკისთვის, ისტორიკისთვის, ნაცმეცნიერებისთვის და ჩვენ ეს დიდი მისია ჩვენთვის რომ უნდა დავეხმაროთ ჩვენ სტუდენტებს. კინო რეჟისორი და წავიდეთ დიაგნოზი. ამ სერვერს IP მისამართით მოგენებათ იქნება წერაში. რუსეთის უკანონო ფედერაციაზე ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეუთოს მინისტრთა საპატიო რუსტომატევან ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
უსაფრთხოებითა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე მიაწოდა მათ ინფორმაცია. მეთხოვნიერების განცხადებით რუსეთის უკანონო ქმედებები შეერაღებული ძალების ერთობლივი დაჯგუფებების შექმნა ოკუპირებულ რეგიონებში უწყოთა მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესი და სამხედრო წვრთნები კიდევ უფრო ამტოვებს იქ არსებულ მდგომარეობას. მინისტრმა ასევე ისაუბრა ეუთოს ფართო და გაძლიერებული ჩართულობის მნიშვნელობაზე როგორც შენების საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ასევე რუსეთ-საქართველოს გამოვლენა განადგურების პროცესში. ისაუბრეთ მისიის მნიშვნელობაზე, მისიის აღდგენის მნიშვნელობაზე, რომელსაც საქართველოს ითხოვს უკვე დიდი ხანია, მრავალი წელია, თუმცა სამწუხაროდ იგი იბლოკება რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ასე გაისვა ეუთოს როლს ზოგადად საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების საკითხში. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე დაშვებული იქნან ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო სამონიტორო მისიები. სოფლის ხოვრის ჯვრისა და სამთავროს მონასტრებს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის შემდეგ გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიენიჭებს. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით ეს საომარი მოქმედებების დროს შეერაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარებს ავალდებულებს უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვა. საქართველოს მცხეთის ისტორიული ძეგლების სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ჰააგის კონვენციის მეორე ოქროს კომიტეტის წევრი ქვეყნების მეთერთმეტე ხდომაზე მიიღეს გაძლიერებული დაცვის სტატუსი. საქართველოში აქამდე მხოლოდ 10 ობიექტს ჰქონდა. გაძლიერებული დაცვის სტატუსი. ეს ნიშნავს იმას, რომ შეერაღებული კონფლიქტის შემთხვევაში ამ კონფლიქტში ჩართული ყველა მხარე ავტომატურად იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს ამ სტატუსის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვა. მსოფლიოში მხოლოდ 10 ძეგლს აქონდა ესეთი სტატუსი რეიდან 9-დან მე-11 ასეთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ეს გახლავთ სვეტიცხოველი მძვარი და სამთავროს მონასტერი გახლავთ ერთ-ერთი იმ 3 იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებიდან. არსებული ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოწოდებით თეთრი ხმაურის მოძრაობა აქციისთვის ემზადება დღეს ისინი პრეს-კონფერენციას გამართავენ. მოძრაობის წევრების თქმით აუცილებელია მომხმარებლების დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა საკანონმდებლო დონეზე ჰუმანური ნარკოპოლიტიკით შეიცვალოს. ასევე მოხდეს ნარკოტიკული საშუალებების კლასიფიკაცია, განისაზღვროს პირადი მომხმარების დოზების ოდენობა, შეწყდეს მომხმარებლების ძებნა, შანტაჟი და დაშინება. უფლებების მიმართულებით ფრონტის ხაზი არის ნარკოტიკის მომხმარებლების უფლებებზე და როგორც ვატყობთ არის მოლოდინის ცვლილებები. შესაბამისად ჩვენ ვითხოვთ დაუყოვნებლივ პასუხს. აქციის მთავარი მიზანი არის რომ გავიდოთ დეკლარირებულად ხელისუფლებისგან პასუხი, რომ ისინი ნამდვილად აპირებენ დეკრიმინალიზაციას და დეკრიმინალიზაცია არ უნდა შეეხებოდეს მხოლოდ მსუბუქი ნარკოტიკის მომხმარებლებს, რადგან პირობებში ნარკოტიკის მომხმარებლებს შევიდებათ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პირობები. კურიერი პირდაპირ ეთერში დღის მნიშვნელოვანი თემების 12 საათზე დაბრუნდება კურიერი 10 საათზე კი ამით დასრულებულია ნახვამდის. მოვიდეთ. დააჭარში ასაკა მიიღო. შენთან ყოველდღიურად 100% გამჭირვალეა. ისევ გაიწევდა. კონსოლია ონლაინ თესტების კომპანია MyTrade-ში. კარზე ვიყავი ბრატკალზე. ყველა დიდზია მგონი. სიროფები, შვარი და ძველი ხვერის სამკურნალო. გამოყენებისას გაიცანით ინსტრუქციას გვერდის მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. მოდიგვერო გენაცო. სერიალის სპონსორია ეროგინაცალს. ოპერაცია იმიტომ მოაწყოთ, რომ აქ შემოეწია. აქა ისევ ბაზაზია ხაკო. ას. მოვედი მგონზე. მე ვიდეო. სულს მოხდა. გამომართვე. უნდა მოსაკიდე გამოგასწრებს.
იარაღის მეკითხება. იარაღის მეკითხება დარჩენა რატო იდა. წასულზე თუ მოდით მე ალტარებში დავაგდო. მოდის რომ აკრეაცისთვის ჩამოვიდა. თორემ მოწონს და